საგადასახადო სამოთხე არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი შეღავათები შეიძლება იყოს დაბალი გადასახადები, გადასახადებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი, ფინანსური ანგარიშგებისა და ასევე კომპანიის რეგისტრაციისა თუ ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასეთია სამოთხე დედამიწაზე ბიზნესისთვის. საგადასახადო სამოთხეები სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ტერიტორიულ ერთეულებზე ფიზიკური და იურიდიული კომპანიებისთვის განსაკუთრებულ შეღავათებს ქმნიან. ტრადიციული სახელმწიფო ბიუროკრატიისგან თავისუფალ ქვეყნებს ოფშორებადაც მოიხსენიებენ, სადაც განსაკუთრებული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა ძირითადად საბანკო დეპოზიტებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპოზიტებიდან შემოსავალი გადასახადებისგან ან სრულად თავისუფალია, ან მინიმალურად იბეგრება. საგადასახადო სამოთხის სტატუსის მქონე ქვეყნები სამართლებრივი დაცულობითაც გამოირჩევიან, მაღალია კერძო საკუთრებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის სტანდარტები. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, ამბის თხრობა ბაჰამის კუნძულებით უნდა დავიწყოთ, სადაც საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობა დამოკიდებულია რეზიდენტობაზე და არა რეალურად მოქალაქეობის მიღებაზე, რაც იქ ცხოვრებისა და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას კიდევ უფრო ამარტივებს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში ბაჰამის კუნძულები მუდმივად იზიდავს მილიონერებსა თუ მილიარდერებს, რომლებიც იქ კომპანიებს არეგისტრირებენ და თავიანთი კაპიტალი გადააქვთ. შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მდებარე ბერმუდა ასევე პოპულარული საგადასახადო თავშესაფარია. მიზეზი აქაც მარტივად გამოიყურება ნულოვანი გადასახადი კორპორაციულ შემოსავალსა და დივიდენდებზე. ბერმუდა გადასახადების თავიდან აცილების მსურვალი კორპორაციებისთვის პოპულარული თავშესაფარია. ფინანსური ვალდებულებებისგან თავის ასარიდებლად ნაიკმა ევროპული მოგების ნაწილი ნიდერლანდებიდან სწორედ ბერმუდის კუნძულებზე გადაიტანა. 2017 წელს ასევე მოიქცა Google-იც, როდესაც კომპანიამ 23 მილიარდი დოლარის კაპიტალი ატლანტის ოკეანის ამ კუნძულზე გადაიტანა. ფინანსური ვალდებულებების თავიდან არიდების გამო მსხვილ ბიზნესს კაიმანის კუნძულებიც იზიდავს, რომელიც უკვე მრავალი წელია კარიბის ზღვის საგადასახადო თავშესაფრად პოზიციონირებს. იქ არ არსებობს არჩემოსავლის, მოგების, დამატებული ღირებულებისა თუ კორპორაციული გადასახადი. თუმცა ამის მიღმა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კაიმანის კუნძულებზე ცხოვრება საკმაოდ ძვირიღირს. გრძელვადიანი რეზიდენტობის მისაღებად კი საჭიროა სოლიდური ინვესტიცია ადგილობრივ ბიზნესში ან უძრავ ქონებაში. გარანტირებული საბანკო საიდუმლოებისა და ნულოვანი გადასახადების წყალობით საგადასახადო სამოთხეების სიაში მონაკოც ეწერება. ინდივიდუალური პირები მონაკოში გადასახადისგან სრულად თავისუფლები არიან, კორპორაციული გადასახადი კი მინიმალურია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ ბიზნესის დაწყება ან აქტივების გადატანა იაფი ნამდვილად არ არის. მილიონერების ქვეყანაში ლეგალური ბინადრობის ნებართვის მიღება სამთვეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მონაკოს ბანკში მინიმუმ 500,000 ევროს დეპოზიტის გახსნაა საჭირო. ევროპაში კიდევ ერთ საგადასახადო თავშესაფრად შვეიცარია გვევლინება. ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ევროპის ფინანსური ცენტრის ტიტულს ატარებს, დაბალ გადასახადებთან ერთად უცხოურ კაპიტალს საბანკო საიდუმლოების წყალობითაც იზიდავს, რაც კლიენტების ფინანსური ანგარიშებისა და საქმიანობის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის შედეგად შვეიცარიაში ინდივიდებსა თუ კორპორაციებს სიმდიდრის დამალვის ფანტასტიკური შესაძლებლობა აქვთ. საგადასახადო სამოთხეებზე საუბრის დროს ბელიზის გამოტოვებაც არაფრით შეიძლება. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ახლა კლასიკური ოფშორული ზონაა, სადაც არანაირი გადასახადი არ მოქმედებს. დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ იქ არ არსებობს სავალუტო კონტროლი და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა. რაც შეეხება საწესდებო კაპიტალს, მისი რეკომენდებული ოდენობა 50,000 დოლარიდან იწყება. დაუყოვნებლივ გადახდა კი აუცილებელი არ არის. ქვეყნის კანონმდებლობა 1990 წლის გამოცემულ IBC-ს აქტს ეფუძნება, რის მიხედვითაც ოფშორულ კომპანიებს ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების ძალიან მარტივი შესაძლებლობა აქვთ.